რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებს განაგრძობს. ზუსტად 2 დღეში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. დღის წესრიგშია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი. ცნობილია, რომ რადიკალები ცდილობენ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თია წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს. თემაზე მუშაობს ანა ბერძენიშვილი და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მორიგი ანტიქართული ინიციატივის უკან კვლავ ოპოზიცია დგას არჩევნებში დამარცხებული. 4 პარტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთვის მანდატების შეჩერებას ითხოვს. ქართულ დელეგაციას თია წულუკიანი უხელმძღვანელებს. მისი შეფასებით საქართველოს ევროსაბჭოს ღირსეული წევრია, მათ მხარეს არის მტკიცი არგუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის შემთხვევაში მათ ქვეყნის ინტერესების დაზიანების საფუძველი აღარ რჩებათ. მრავალი წელია, რაც საქართველოს არის ევროსაბჭოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები ამ ორგანიზაციის. ჩვენ ახლაც დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ფიქრობ იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და არ წმუნებდნენ, ცდილობდნენ და არ წმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველოს და ქართული ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებას არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ევთოდირმაც და თუ კი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარმოადგენთ დეტალურად. 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება, სადაც მსჯელობა საქართველოს შესახებაც იქნება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა.